მოგესალმებით. მე ვარ GeoGline.com-ის ადმინისტრატორი ონლიმი და ამ ვიდეოში ახლა გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ვერტიკალური მენიუ. ესე იგი, თავთ როდესაც მივაქვს ნავიგაციამდე და გვინდა უკვე გავაკეთოთ მენიუ, ვაკეთებთ ესეთ რაღაც. ჯერ შევინახოთ მას. მივაბათ ისე ეს ჯერ არ გამიგეთები. ალბათ ესეც. ესე იყოს. გავაკეთოთ. დავიწყოთ. ესე იგი, ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. რასაც გავაკეთებ, იგივე გაიმეორეთ. არ დავწეროთ მაგალითად ვიკატია. ოკეი. შევკეთოთ. ახლა გავაკეთოთ ესე. ნავიგაცია. და გავამბრალოთ. ეს. ახლა ეს იყო სულ რაც უნდა გავაკეთოთ HTML-ში. ახლა გადავიდეთ CSS-ზე. და ვიწყებთ. ესეთ რაღაცას. რაც დავარქვით navigation, ანუ ეს navigation. და ეგრევე ეს. ზომას გავაკეთებთ, ანუ რა ზომაში გვინდა ბლოკი რამხელაც იქნება, ისეთი გავაკეთებთ, მაგალითად 200 პიქსელი. მე გავაკეთებთ list hill, ანუ ქვემოთ არაფერი ხაზები რო არ ქონდეს და რაღაც. ესე. მე ამ ეს ისევ გავამრავლოთ 4-ჯერ, როგორც წინაზე. და ამას ისე უნდა დავუმატოთ link და გავაკეთოთ ამის display. Look, mere heading. Suffixი რაღაც როგორც ბლოკში გექნება 80 და როგორც ბლოკს აწყობს, ესე გააკეთებთ. ამას მე შემდეგ გავმაწოთ ამას ამას ესე display ბლოკი. მე ტექსტის სიმაღლე რამხელაც იქნება, დაშორება რამდენიც გინდათ, მაგალითად 26 პიქსელი სიტყვაზე. მე ტექსტის სად გვინდა რომ ტექსტი მდებარეობდეს, ანუ მარცხნივ ცენტრში რაღაც, ახლა მაგალითად სიტყვაზე ცენტრი ავიღოთ და ფერი, ტექსტის ფერი. ახლა გავაკეთოთ ლურჯი ან რაღაც ეს. აი ეს ფერი. და ახლა ვაკეთებთ ამას, ვაკოპირებთ. ვუმატებთ აქ და ესეც წინ ვუმატებთ. ამას გავაკეთებთ position და მაგალითად left, ანუ საითაც ბლოკი იქნება, იქით გააკეთებთ. ამას როგორც მოითხოვს ეს სიტყვაზე ახლა ან 80 პიქსელი ან რაც გინდათ, ესე ამას ჩაკეტავთ. მე რაფრად გინდათ რომ არ გადავიდეთ, რომ მივიდან კურსორს აფერი გახდეს, მაგალითად აი ეს ფერი გახდეს სიტყვაზე და ბოლოს მივატებთ ტექსტის დეკორაციას, რომ არაფერი არ გავუკეთდეს. და ახლა ვნახოთ რა გამოვიდა. ესე იგი. ტოპი. აი ეს. მაგრამ
რაც hover-თან დაკავშირებით პრობლემაა თუთი. უი. აქ hover არ მინტერია, დავამატებთ hover-ს. ეს. და რა ქვია, ქვემოთაც თუ არ გვინდა აქაც რო ეს უკან ხაზები რო აქვს. ეს შავი გავაკეთოთ რა, სულ ამაზე ფერია. აქაც გავაკეთოთ ეს text decoration, non. ჯერჯერობით შეიცვალა მიდან და იმას აკეთებს. და შეგვიძლია ესეთი რაღაცები გავაკეთოთ, მაგალითად, ავიღოთ რო კარგად გამოჩნდეს, დეკორაციაზე გავაკეთოთ ესე. ანუ ეს გავაკეთოთ და ქვემოთ გავაკეთოთ underline. ანუ ქვემოთ როცა მივიტანთ ხაზი გაესმება ესე. თუ როგორც გინდათ. ეს 10 პიქსელი მაგალითად. თქვენ როგორც გინდათ, პრინციპი გაიგეთ, რომ მიხვდებით ალბათ როგორც უნდა გააკეთოთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.